Hello. კიდევ ერთი დღე გაგვითენდა. ეხლა ისე გავიმზადე. ხომ მივდივართ მელიტისში, ჩვენი საკვების წამოსაღებად. ხოშესაც დაგანახებთ. ხოშე წუწუნებს, რომ ყოველ დღე ერთი და იგივე მიმოწვიაო. და ეს იმის ბრალია, რომ დაგვექვთ ხო უამინდობა. და ძალიან სიცივე და არ გვაქვს წამოღებული სხვა. თბილი არაფერი. დღეს ისევ ესეთი უჟმურობა ხდება. ისიც ასე. ეხლა უკვე ბოლომდე მზად ვარ, მაკიაჟიც გაკეთებულია, აქსესუარებით და ესე. ვაჟა მელოდება ქვემოთ. დარწმუნებული ვარ, უკვე გამრასებულია, მაგრამ თავს იკავებს, იმიტომ რომ დიდი ხანია რაც მელოდება, თუმცა რაც შემიბრალია, რომ მდედრი გავშინდი. ბიჭები ჩაისმევენ ერთ ჯარვალზე ცედას და ეს პირს მოიბანებს მზად არიან და აი ჩვენ ქალბატონები თმებზეც უნდა ვიფიქროთ, მაკიაჟზეც უნდა ვიფიქროთ, რომელი დუხი დავისხათ ისიც უნდა ვიფიქროთ, რომელი სუნამო, რომელი აქსესუარიც გავეკეთოთ, რომ შევუხამოთ და ეს შემდეგ რა ახლა. რა თქმა უნდა, ზემოდან ორი კუთხე ჩავიცი. აი იმდენი ხანია მელოდება ვაშა. ძალიან საყვარელია, რომ არ უნდა რამე რომ ითხრას და იმით მანიშნა, რომ ქვემოთ ჩავიდა და მელოდება რა, ანუ მალეო რა. ძალიან საყვარელი. ნახოთ აბა ეხლა ერთად. აიწუ. რა შევიდე? ჩემ კასკად შენ გაქვს ხო? წავედით. ესეთი სიტუაცია არის აქ. თუმცა რა დასრულდება ძალიან მაგარი იქნება. ეს ჩავახარებით რაღაცების დაწყობაში. ჯერამეში დავეხმარებით ხო და თითის გაჭრა მოვახერხე. სამმა კაცმა გავიჭერეთ ხელი და ერთმა ძალიან. ეხლა სპრეის ასხავენ. Still tak rada całe spod. მოვიდა ჭამის დრო, ვაჟამ გახსნა. ეს არის კრითარაკი, ხბოსხორცთან ერთად, თუ არ ვცდები. კრითარაკი არის აი მაკარონი უთხარი რა. და ეს ჩემი უკვე ჭამე მეიქ არის ნიოკი ბოსტნეულთან ერთად, ყაბაყი აქვს, ბადრიჯანი აქვს, მაგას ვერ ახსნით. ეს ფეტა, არა, რაღაც სხვა არის. ოკეი. გემრიელად მივირთო და გასინჯეთ. მე ეს მანამდეც გავსინჯე და ძალიან მომეწონა. მაია. შეგვერგოს. ის ჩვენი თანამშრომელი, რომელზეც თქვი, რომ სამა გავიჭერით ხელმი და ერთმა ძალიან მაგრად თქვა. საავადმყოფოში აღმოჩნდა და 6-7 ნაკერი დაადეს. აი ესე ყუთს ხსნი და დანით რა, რაღაც მისკოჩილი იყო და აი ეს ჩამოუსვა და ეს გადაეჭრა ხელი, ვერ დავინახეთ რა, ზუსტად რა დაემართა, მაგრამ სისხლები მოსდიოდა ძალიან ბევრი და ნუ მე რაღაც გარეთ რო გავიდა, თავბრო ეხვეოდა, ბევრი სისხლი დავკარგეო რაღაც და უფროსმა უთხრა, რომ საავადმყოფოში მაქვს, ექიმთან მაქვს უფროსწორად დარეკილიო და უნდა წაგიყვანო და ბოლო ძალიან ღრმა ჭრილობა ქონია რა. დაადეს ნაკერები და კარგად არის. თითი არ დაუკარგავს.
O sister. გამარჯობა. ახალი დღე დაიწყო. ასე გამოვიყურები. უკვე გამზადებული ვარ. გავდივართ როგორც ყოველთვის რესტორან მელიტიში. ეს ის ჩემი პარწაწი. გზად არის ჩასახვევი ძალიან ლამაზი სანაპიროსკენ. ქვია ასოსის სანაპირო. ზემოდანაც რომ ხედავ არის ძალიან ლამაზი. და გვინდა იქ ჩასვლა უკვე რას ჩამოვედით იმის მერე. იმედი აქ არის არ ამოვარდება, ამინდი ისე ვისია როგორც წინა დღეებში. და მოკლედ ძალიან ლამაზ კადრებს შემოგთავაზებთ თუ იქ ჩავალთ. შევდით დრონის ასაფრენად. იმედი არ ჩამოგვიგდებს ქარი. სხვათა შორის აი ამ გზებზე მქონდა ლაპარაკი. მიშინია თქო. კადრი გადავიღეთ. და ლამის ჩამომიგდო ხარმათან. ხო, აი უკვე აქ იყო ჩვენთან და რო დაუღერა და ებრძოდა დრონი ქარს, მეთქი ვაიმე, ჩაგვივარდა ეხლა თქო. გადარჩა. ყოჩა. კაი მებრძოლი ხარ. აი ბიჭი. ეს უნდა ვიყიდო რა. რა? მავიკოთხი. აუ. ეგეც იქნება სამომავლოდ. აი ამერზე ხოლმე საუბარი. და ყველგან არის. აი ხევიც. Yes, I'm recording right now. All right.
როგორც უკვე წინა კადრებში ნახეთ და შენიშნავთ, რომ ძალიან ბევრი თხები ყავთ აქ. ასევე ესეთი სკების ძალიან ბევრი არის ხოლმე გარშემო, რაც გზად ხვდება და რა თქმა უნდა, ზეთისხილის ხეები ხო, საერთოდ მთელ საბერძნეთში ძალიან ბევრია და მით უმეტეს კუნძულებზე. ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ყოველ სირთულისთან მიუხედავად, რადგან კუნძულია და ყველაფერი არც გამართულად მუშაობს, ხალხი მაინც ცხოვრობს აქ და ეწევა სოფლის მეურნეობას. თუმცა აქაური ხალხის ყველაზე დიდი შემოსავლის წყაროს შეადგენს სახლების გაქირავება ტურისტებზე და რა თქმა უნდა რესტორნის ფლობა. ეს ყველაფერი სეზონურია და მთელი წლის შემოსავალს იღებენ 6 თვეში. ეს ეხება არა მარტო დამსაქმებლებს, არამედ დასაქმებულებსაც. 6 თვე მუშაობენ ხოლმე და ზამთარში აკეთებენ იმას, რაც ზაფხულში ვერ გააკეთეს. ანუ ისვენებენ. სახლში დავბრუნდით, გზაში დამიჯდა ტელეფონი და ეს არის მიზეზი, რატომაც იმ კადრებიდან ამ კადრზე გადმოგახტუნეთ. ეხლა გაგიკეთებთ unboxing-ს. ჩვენი შუადღის კვება იყო კარბონარა. ჩვენი იქ არ ვჭამთ ხოლმე სახლში მოგვაქვს, ამიტომ განახებთ. სხვათა შორის ესე გამოიყურება. რასაც მე ვერ შევჭამ. მეორე კვება იყო სუპი, რომელიც ასევე ხორციანი იყო და ვერც წამოვიღებდით ისედაც, იმიტომ რომ გზაში დაგვიქცევა და ამიტომ მხოლოდ ჩემი და ვაჟას პორცია კარბონარა წამოვიღეთ, რომელსაც ორივე შეჭამს ვაჟა. ჩემთვის ვიკეთებ კვერცხი მოხარშე, ხარშა უფრო სწორედ და კიტრი პომიდორი გვაქვს, ამიტომ მაგას შევჭამ. და ეხლა რა ვიყიდეთ გზაში სუპერმარკეტში. აი ამაზე ძალიან მეცნიერო. ეს არის ვაჟას ჩიპსი. ეს არის ჩემი. მოდი იმით გავამართლოთ, რომ ჩემზე დიდია. მე ვიყიდე კრევეტების. ვაჟაში არის ბეკონის, რა თქმა უნდა. მე ხორცე ქმარი მყავს. ვიყიდეთ ლუდები, მითოსი, ბერძნული. ეს კიდე გადასატანად რაღაცეების კომპიუტერში, USB კაბელი. ესეთი კლიბი ვიყიდე, ესენი დაგვრჩა სახლში, ამიტომ აქ დამჭირდება. ვაჟასთვის ჩხილების საჭველი და ესეთი პინცეტი. ამ ყველაფერში გადავიხადეთ 14 ევრო. სულ ეს იყო. ესეთი საალთა მოვიმზადე. ეხლა მივირთმევთ გემრიელად. სხვათა შორის დღეს თელი დღე არაფერი არ გვჭამია და რომელი საათია? 7 საათი წუთი. ამიტომ შევუდგეთ. ხო, დავა. ხალხვა ეხლა უყურებს დრონის კადრებს და ისეთი საოცრება გამოვიდა, რომ აი რავი. ამ ვლოგის ბოლოს ჩავსვათ დრონის კადრებს და აი ესე დავასაჩუქრებთ იმათ, ვინც ბოლომდე დარჩა და გვიყურა. მე საერთო ენის გამონახვა თუ გინდა მიწექი და ბალახი ძოვე მანდ. დრონით ვერ გამოვა. პაცი ჩამკეტე? რა შემოფილდეს?